აი, ხომ იყო შენს ცხოვრებაში დრო, როდესაც არ იცოდი სიარული, ლაპარაკი, დამოუკიდებლად ვერ ჭამდი და კიდევ ბევრ რაღაცას ვერ აკეთებდი. და ამ დროს შენ მაქსიმალურად იყავი ორიენტირებული შენს თავზე, შენს სხეულში არსებულ იმპულსებზე, შეგრძნებებზე და მიყვებოდი ამ იმპულსებს. ზუსტად ამ იმპულსებმა დაგაწყებინეს ლაპარაკი, სიარული და ბევრი სხვა რამ, რომელიც დღეს შენთვის ძალიან მარტივია, მაგრამ წარმოიდგინე შენი ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე. ძალიან რთული იქნება, ხო? და როდესაც შენ პირველ ნაბიჯებს დგავდი, პირველ სიტყვებს ამბობდი, შენთვის არ იყო მნიშვნელოვანი რა სიტყვის ამაზე სოციუმი. შენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შენ მიყვებოდი შენ სხეულში გაჩენილ იმპულსს. მერე კი გასწავლეს, რომ საზოგადოება მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აქვს გარკვეული მოთხოვნები შენს მიმართ და შენ უნდა შეესაბამებოდე ამ მოთხოვნებს. და რაც უფრო მეც ცდილობდი და რაც უფრო შეესაბამებოდი იმ მოთხოვნებს, მით უფრო გავიწყდებოდა საკუთარი თავი და საკუთარ სხეულში გაჩენილი იმპულსების მნიშვნელოვნება. და რაც უფრო შეესაბამებოდი სოციუმს, მით უფრო არ შეესაბამებოდი საკუთარ თავს, საკუთარ მეს. დაფიქრდი, რამდენად ახერხებ ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის დაბალანსებას და ხომ არ ამბობ ხშირად კის სოციუმისთვის და არას საკუთარი თავისთვის.